გვახსოვს პერსევსი, რომელიც ამარცხებს გორგონა მედუზას, ასეთ გაპრიალებული, სარკისებული ზედაპირის მქონე. ერთ-ერთ კითხვაც სწორედ ეგ ქონდა. დიახ, რომ ამარცხებს გორგონა მედუზას ანარეკლით. ანუ პირდაპირ არ უყურებს გორგონა მედუზას და არის ერთი საინტერესო ესეთი მოსაზრება ამ იდეის. რას ნიშნავს, რომ არა პირდაპირ იყურებით, არამედ ანარეკლით რომ ყველა ეს დიდებული გმირი, ვაშკაცი, რომელიც მიდიოდა დასაპყრობად, დაემხო და საწყალი გორგონა, რომელიცაც ძალიან დრამატული ბედი აქვს, ეს წინაოლიმპიური ღვთაება და ბერძნებმა ესე ჩვეული იუმორით ხო გაუმკლავდნენ და დააჯილდოვეს ის ეშვებითა და გველის თმებით, რომ ყველა მათგანი შეხედავდა თუ არა პირდაპირ თვალებში, ისინი თავიანთ ნამდვილ სახეს, თავიანთ ნამდვილ რაობას ხედავდნენ და ეს სანახაობა იყო იმდენად მოულოდნელი, იმდენად განსხვავდებოდა იმ წარმოდგენისაგან, რაც მათ ჰქონდათ საკუთარ თავზე, რომ განცვიფრებისაგან ქვავდებოდნენ. ანუ საკუთარ თავთან შეხვედრა, საკუთარ თავთან პაემანი და რეალური პორტრეტის რეალური სახის დანახვა არისო შემაძრწუნებელი.